Why aren't you dead? Multiples. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განვიხილავთ ოსკარის მფლობელი სამხრეთ კორეელი რეჟისორი ბონგ ჯუნ ჰოს ახალ ფილმს მიკი 17-ს. ბონგ ჯუნ ჰომ ჰოლივუდში სახელი ახლო წარსულში გაითქვა. მას შემდეგ, რაც მისმა წინა და ჩემთვის ძალიან საყვარელმა ფილმმა პარაზიტმა 2020 წელს საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი მოიპოვა. შესაბამისად, მოლოდინები მისი ახალი ფილმის მიმართ მაღალი იყო და სამწუხაროა, რომ საკმაოდ სუსტი მარკეტინგული კამპანიის ფონზე ბევრი ხურამდე საერთოდ არც კი მიუღწევია ინფორმაციას ამ ფილმის არსებობის შესახებ. რითაც აიხსნება ის ფაქტიც, რომ კინოდარბაზები ფილმის გამოსვლის დღიდან ნახევრად სარიელია. მიკი 17-ის გამოსვლას 1 წელი დააგვიანდა, თუმცა გამოსასვლელად ამაზე კარგ და რელევანტურ დროს ალბათ ვერც შეარჩევდა ფილმი, რადგან მასში განხილულია დღეს ძალიან აქტუალური თემები, როგორებიცაა მაგალითად ავტორიტარიზმის საფრთხეები, კაცობრიობის გავლენა ჩვენს პლანეტაზე, კლასებს შორის დიდი ეკონომიკური განსხვავება, ან გნებავთ კოლონიალიზმის გავლენა მათ მიერ სუბორდინირებულ კოლონიებში და მათი მხრიდან ადგილობრივების ექსპლუატაცია, რაც მე-20 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული დასავლური პოსტკოლონიალისტური დისკურსისთვის საკმაოდ აქტუალურ თემად იქცა და მართალია, რომ ფილმში ეს თემები საკმაოდ ღიადაა ნაჩვენები, მაგრამ არც ისე მძაფრად, როგორც ამას მე ვისურვებდი. რეჟისორმა ამ თემებზე სასაუბროდ მიმართა საკმაოდ ჭკვიანურ ხერხს, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ეს სერიოზული პრობლემები რიგით ადამიანამდე მარტივი ენით მიიტანოს. კერძოდ ის ამისთვის ირჩევს სატირას. ის აგებს აბსურდულ ისტორიას, აბსურდული პერსონაჟებით და ღიმილნარევი სევდით დასცინის ამ აბსურდულ, გროტესკულ სამყაროს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჩანაფიქრი ძალიან კარგია და ამ ჩანაფიქრის აღსასრულებლადაც კარგ ხერხს იყენებს, რატომღაც ის მაინც არ მუშაობს. ფილმი წესით სასაცილო უნდა იყოს, მაგრამ ახლა რომ მკითხოთ რამეზე თუ გამეცინა, სამწუხაროდ არაფერი მახსენდება. ფილმი ეფუძნება მსგავსი სახელწოდების 2022 წლის წიგნს მიკი 7-ს, რომელშიც სიუჟეტი მომავალში, კერძოდ 2054 წელს ვითარდება, როდესაც პოპულისტი ლიდერი მარკ რაფალოს შესრულებით გადაწყვეტს, რომ მოაწყოს კოსმოსური ექსპედიცია ახალი პლანეტის კოლონიზაციისთვის. ამ მისიას უერთდებიან მოხალისეები, რომელთაგანაც ერთ-ერთი გახლავთ რობერტ პატინსონის პერსონაჟი მიკი. მიკის სხვა მოხალისეებისგან განსხვავებით, მისიაში ეწერება ექსპენდებლის სტატუსით, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ხდება საცდელი ობიექტი, რომელზეც მისიის განმავლობაში არაერთ ექსპერიმენტს ჩაატარებენ. ზოგიერთი ექსპერიმენტის შედეგი კი მიკისთვის ლეტალურია, მაგრამ ამ ფილმში მიკის სიკვდილი ტრაგედია არაა, რადგან ყოველი ასეთი სასიკვდილო შემთხვევის შემდეგ მიკის დნმ-სა და მეხსიერებაზე სრული წვდომის წყალობით მიკის ხელახლა ბეჭდავენ. სწორედ აქ ვითარდება ფილმის ჩემთვის ყველაზე საინტერესო და სახალისო სიუჟეტიც, როდესაც მიკი გვეყვება ყველა იმ შემთხვევის შესახებ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. რაღაც მომენტში ამ ერთი შეხედვით დაუსრულებელ ციკლში ანომალია იჩენს თავს, კერძოდ ის, რომ ეკიპაჟის წევრი მეცნიერები დაბეჭდავენ მიკის მე-18 ვერსიას, მაშინ როდესაც მიკი 17 ჯერ ისევ ცოცხალია. ამ ფენომენს, ანუ მიკის ორი ვერსიის თანაარსებობას, ფილმში უწოდებენ multiples, რაც მათი წესების მიხედვით დაუშვებელია. ამას ფილმში შემოაქვს საინტერესო ტვისტი, რადგან აქამდე თუ მიკის არაფერი ჰქონდა დასაკარგი, ახლა მან შესაძლოა მისთვის ყველაზე ძვირფასი რამ, სიცოცხლე დაკარგოს, რადგან ასეთი ანომალიის შემთხვევაში წესების მიხედვით საცდელი ობიექტი სრულად უნდა განადგურდეს. ფილმის წესით ამ მომენტში უნდა გამხდარიყო ჩახლართული და საინტერესო, მაგრამ აქედან მოყოლებული ფილმი ცოტა არ იყოს და ქაოსად იქცევა, რის შესახებაც წინასწარ არ დაგასპოილერებთ, მაგრამ ერთი რამ კი უნდა ვახსენო, რომ ამ ქაოსში მინიმუმ იმას მაინც ახერხებს პროტაგონისტი, რომ დაისახოს მიზანი, რაც მანამდე მიკის პერსონაჟს საერთოდ არ გააჩნდა. მანამდე ის უბრალოდ ჩათრეული იყო ამ სიკვდილის დაუსრულებელ ციკლში, ხოლო მაყურებელი იჯდა და ელოდებოდა, როდის დაემართებოდა მას რაღაც. მიზანი მიკის უჩნდება ფილმის ბოლოსკენ, კერძოდ ის, რომ არ დაუშვას ექსპედიციის მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების ზღვის გოჭის შესახედაობის მქონე ცხოველებისთვის ზიანის მიყენება. თუმცა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მიკი 17 საკმარისად გააზრებული არ აქვს ის, თუ რამდენად უსამართლოა ადგილობრივების წინააღმდეგ მსგავსი ქმედებების განხორციელება და ამ მიზანს თითქმის ინსტინქტურად ისახავს. პერსონაჟი, რომელიც ამის მნიშვნელობას გაცილებით უკეთ აცნობიერებს, არის მიკის მეგობარი გოგონა სახელად ნაშა. რაღა ეს სახელი დაარქვეს ოღონდ და რომელსაც ესმის, რომ ეს მიწა ეკუთვნით მის ბინადარ ზღვის გოჭებს, რომლებიც აქ პირველები მოვიდნენ, რომ არ შეიძლება მათი ხელყოფა, მხოლოდ იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ ადამიანთა კოლონიური ამბიციები. საბოლოო ჯამში ეს ფილმი მაინც უფრო მომეწონა კრეატიულობის და თემების მნიშვნელობის თვალსაზრისით, მაგრამ ამავდროულად ეს არ იყო ის ენერგიული, სახალისო და შავი იუმორით გაჯერებული და დამაფიქრებელი ფილმი, რომელსაც ბონგ ჯუნ ჰოსგან ველოდი. თავად რეჟისორის თქმით, მისი ჩანაფიქრი იყო, რომ ეჩვენებინა ისტორია მუშათა
კლასის ხალხზე, რომელთა ერთადერთი დანიშნულებაც არის სისტემისთვის მსახურება და ბოლოს სიკვდილი. ფილმი ამ მხრივ ცოტა სცდება მთავარ ჩანაფიქრს და მართალია, რომ მიმოიხილავს ბევრ ძლიერ და სერიოზულ თემას, მაგრამ არც ისე მძაფრად და არც ისე სიღრმისეულად, როგორც ამას ვისურვებდით. ჩემი მხრიდან ყველაზე დიდი კომპლიმენტი ეკუთვნის რობერტ პატინსონს, რომელიც ფილმში არა ერთ, არამედ 18 სხვადასხვა როლს თამაშობს. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი ახალი მიკი პიროვნულად განსხვავდება მისი წინამორბედისგან. რაც შეეხება ფილმის ვილანებს, მარკ რაფალოს და ტონი კოლეტის პერსონაჟებს, რომლებიც ტრამპისა და მასკის ურთიერთობას მოგვაგონებს, ვფიქრობ, რომ მათი პერსონაჟების უკეთესად დაწერაც შეიძლებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე არ გავუღიზიანები ვარ მათ გროტესკულობას, როგორც მაყურებელთა დიდი ნაწილი. ერთადერთი მარკ რაფალოსგან ვისურვებდი ცოტა უფრო განსხვავებულ შესრულებას, რადგან ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ Poor Things-ში რა როლსაც ასრულებდა, იმას იმეორებდა ამ ფილმშიც. საბოლოო ჯამში ყველას გირჩევთ ამ ფილმის ნახვას, ან თუ უკვე ნანახი გაქვთ, გთხოვთ კომენტარებში გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები. თუ ახალი ხართ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, მე კი დროებით გემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე.